მხოლოდ ერთ ღამეში აფრიკის სანაპიროზე მდებარე ესპანურმა ქალაქმა მიიღო ადამიანების ნაკადი, რომელიც მისი მოსახლეობის 70%-ს უტოლდება. 60,000 მიგრანტი მაროკოდან შეიჭრა ესპანეთის ექსკლავ სეუტაში. ამის შესახებ პირადად განაცხადა ესპანური ქალაქის მერმა ხუან ხესუს ვიუასმა. კიდევ ერთხელ 60,000 არალეგალი მიგრანტი მაროკოდან შეიჭრა ესპანეთის ქალაქ სეუტაში. მხოლოდ ერთ დღეში. მხოლოდ ერთ ღამეში ესპანურ ქალაქ სეუტაში. სუბტიტრები შექმნა დიმატ ორზოგმა. ვასრულებთ. ესპანეთმა უკვე შეიყვანა ქალაქში შეიარაღებული არმია, ცნობილია ათეულობით ადამიანის დაღუპვის შესახებ, ხოლო იტალია ამ კრიზისის გამო ესპანეთთან შენგენის შეთანხმების შეჩერებით იმუქრება და აჩქარებს თავისი საზღვრების დახურვას. მოდით ამ გამოშვებაში ყველაფერს თანმიმდევრულად განვიხილავთ, ყველაფერს თავის ადგილზე დავალაგებთ, რა ქალაქია ეს, რატომ მიაწყდნენ იქ 10,000-ობით ადამიანი სწორედ ეხლა და რა შუაშია აქ რუსეთი, რომელმაც ამავე დროს მოულოდნელად გააქტიურა ეკონომიკური კავშირები მაროკოსთან. საიდანაც მიგრანტები გარბიან. მაგრამ მაშინვე გაგიმხელთ ამ გამოშვების მთავარ ამბავს. იმაში, რაც ახლა ხდება ესპანურ ქალაქში, დამნაშავეები თავად ესპანეთის ხელისუფლებაა, რომლებმაც ძალიან უცნაური საკანონმდებლო გადაწყვეტილება მიიღეს. მე მქვია ალექსეი პეჩი. მოდით ყველაფერს თავის ადგილზე დავალაგოთ. ეხლავე აგიხსნით, რა ხდება, რატო ხდება ასე, რატო სწორედ ეხლა, როგორ მოხდა ეს ყველაფერი, 60,000 ადამიანი. ერთ დღეში წარმოიდგინეთ. ყველაფერს განვიხილავთ, მაგრამ სანამ დავიწყებთ, გთხოვთ გამოიწეროთ ეს არხი. ჩვენ მივიწევთ 300,000 გამოწერისკენ. ამიტომ მადლიერი ვიქნები თითოეული თქვენი გამოწერისთვის. Really Dutch. გაგრძელება იქნება სუბტიტრები გააკეთა დიმატ ორზოგმა. კარგი. სუბტიტრები რუსინელმა. ნადნობ ყურებისთვის. სუბტიტრები გააკეთა დიმატ ორზოგმა. ყურებისთვის. გაგრძელება იქნება სუბტიტრები გააკეთა დიმატ ორზოგმა. აის. ნადნობთ ყურებისთვის. მადლობთ. ჩვენ ყველამ უკვე ვნახეთ სიახლეები იმის შესახებ, თუ როგორ განიცდის ესპანეთის ერთ-ერთი პატარა ქალაქი. ახლა უბრალოდ მასიურ თავდასხმას არალეგალური მიგრანტებისგან. ვნახეთ ეს კადრები საზღვრის გარღვევით, როცა ასობით ადამიანი არღვევს საზღვარს და ავსებს ამ ესპანურ ქალაქს. მაგრამ დავიწყოთ ყველაზე მარტივით. რა ქალაქია ეს სეუტა და რატომ იჭრება მასში ასე თავისუფლად 10,000-ობით მიგრანტი? ეს ესპანური ქალაქია, მაგრამ ის არ მდებარეობს ესპანეთში, არამედ აფრიკის ჩრდილოეთ სანაპიროზე, პირდაპირ მაროკოს ტერიტორიაზე. ეს ესპანეთის ანკლავია სხვა ქვეყნის შიგნით. და იურიდიულად ეს ესპანეთის ტერიტორია.
მეზობელ მელილიასთან ერთად ეს არის ერთადერთი ორი ადგილი პლანეტაზე, სადაც ევროპის კავშირს აქვს სახმელეთო საზღვარი აფრიკასთან. ანუ ეს ქალაქებიც ევროპის კავშირის ნაწილია და ეს ოფიციალურია. სეუტაში მოსახლეობა დაახლოებით 85,000 ადამიანი. ანუ წარმოიდგინეთ ქალაქში, სადაც ოფიციალურად ცხოვრობს 85,000 ადამიანი. რამდენიმე საათში დამატებით კიდევ 60,000 ადამიანი შედის. ეს არ არის უბრალოდ ნაკადი. ეს ფაქტობრივად ქალაქის თითქმის ორჯერ გადავსება. უბრალოდ საზღვრის გარღვევა და ფაქტობრივი შეჭრა 60,000 ადამიანის მიერ. თუ ქალაქში 85,000 მოსახლეა. პოლიცია როგორც მიხვდებით, იქ მაქსიმუმ რამდენიმე 1000 ადამიანი, რომლებიც საერთოდ ვერანაირად ვერ შეაჩერებენ 60,000 მიგრანტის ნაკადს, რომლებიც ერთ დღეში შეიჭრნენ ქალაქში. და მნიშვნელოვანია გავიგოთ, რომ შტურმამდე ვიღაც აშკარად კოორდინაციას უწევდა ამ ადამიანებს მაროკოს შიგნით. ეს არ არის სპონტანური საზღვრის გარღვევა, ეს არის დაგეგმილი აქცია. სწორედ სეუტა ხომ ათწლეულები არსებობს და მაროკოდან მიგრანტები ადრე ცდილობდნენ იქ მოხვედრას. მიზეზი კონკრეტული და იურიდიულია და გაგიგვირდებათ, მაგრამ სეუტაში მიმდინარე მოვლენებში სწორედ ესპანეთის ხელისუფლებაა დამნაშავე. 8 ივლისს ესპანეთის უზენაესმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომელმაც აკრძალა ეგრეთ წოდებული მყისიერი დეპორტაცია. ეს მაშინ ხდება, როცა მესაზღვრეები ადამიანს პირდაპირ საზღვარზე იჭერენ და მაშინვე ყოველგვარი პროცედურების გარეშე უკან აბრუნებენ მაროკოში. ადრე ასე ექცეოდნენ აბსოლუტურად ყველას, ვინც ცდილობდა საზღვრის გადაკვეთას. იქნება ეს ხმელეთი თუ ზღვით. თუ მესაზღვრე მიგრანტს ხელზე წაავლებდა, მას უბრალოდ უკან საზღვარზე მაროკოში აბრუნებდნენ. ანუ არანაირი ცერემონია არ იყო. დაიჭირეს და მაშინვე უკან გააბრუნეს. ყველაფერი საკითხი გადაწყვეტილია. აი 8 ივლისს ესპანეთის უზენაესმა მადლობა ყურებისთვის. ისინი, ვინც ფიზიკურ ბარიერს გადაცოცავს, მაგალითად ღობეს, და ისინი, ვინც ზღვაში დააკავეს ცურვით გადასვლის მცდელობისას, უკვე შეუძლებელია მყისიერად გააძევონ. არა, მათთვის საჭიროა ნორმალური იურიდიული პროცედურა, ანუ მესაზღვრე უნდა აიყვანოს, დარეგისტრიროს, დროებით სადმე განათავსოს, მიაწოდოს ყველაფერი საჭირო და ასე შემდეგ. ანუ პოლიციას უბრალოდ ხელები აქვს შეკრული, ისინი ხედავენ ამ არალეგალს, ხედავენ კანონის დარღვევას, ხედავენ საზღვრის გარღვევას, ხედავენ შეჭრას, მაგრამ ახალი კანონის მიხედვით ეხლა ვალდებულები არიან მიიღონ ეს მიგრანტი და გაუწიონ დახმარება გაძევების ნაცვლად. და აქ ამოქმედა ყველაზე მარტივი ლოგიკა, რომელიც მყისიერად გაითვალისწინეს კონტრაბანდისტებმა, რომლებიც ფულისთვის ადამიანებს გადახავდათ. ეხლა კანონის თვალსაზრისით უფრო უსაფრთხოა წყლით გადმოსვლა, ვიდრე ღობეზე გადაძრომა. ამიტომ რა თქმა უნდა, ყველა წყალში გადაეშონ. ცდელობების რაოდენობა კი მკვეთრად გაიზარდა დაუყოვნებლივ განაჩენის გამოცხადების შემდეგ. თუ ადრე დღეში დაახლოებით 100 ადამიანს აფიქსირებდნენ, 30 ივლისს კი რამდენიმე საათში საზღვარი უკვე 1000-ობით ადამიანმა გადაკვეთა. ხოლო 31-ის დილას ეს რიცხვი ათეულ ათასებს მიაღწია. და აი ამ გამოშვების ჩაწერის მომენტისთვის ერთ დღეში საზღვარი 60,000-ზე მეტმა მიგრანტმა გადაკვეთა. როგორ გამოიყურებოდა ეს ფიზიკურად? ადამიანები მაროკოს ქალაქ ფნიდეკიდან მიცურავდნენ. ეს დაახლოებით 5 კილომეტრია წყლით. გასაბერ რგოლებზე, ავტომობილის კამერებზე და სხვა ხელმისაწვდომ საშუალებებზე სხდებოდნენ, ტარახალის პლაჟზე ტალღამტეხებს უვლიდნენ გვერდს და ნაპირზე გადმოდიოდნენ. უკვე ესპანეთში ნაწილი ხალხისა უბრალოდ გაარღვია ბარიერის კარები და ქალაქში სირბილით შევარდა. ზოგიერთი, როცა ესპანეთის მიწაზე აღმოჩნდა, ყვიროდა, დიახ, გაუმარჯოს ესპანეთს. პოლიცია უბრალოდ ამას აკვირდებოდა. ადგილობრივები უკვე ხვებიან, რომ როცა ღობეები შუაღამის შემდეგ გაარღვიეს, ასობით ადამიანი რამდენიმე წუთში გაიქცა გაღებულ ადგილას. და ადგილობრივი მეწარმეები თვითონ დაიწყეს ორგანიზება, რომ საკუთარი ბიზნესი დაეცვათ. პოლიციაზე არ დაეკრნობოდნენ, იმიტომ რომ პოლიცია ფიზიკურად არ ყოფნით და ამ საზღვრის გარღვევის ფასი ადამიანური სიცოცხლეებია. ხუთშაბათს 9 ცხედარი აღმოაჩინეს, რის გამოც ბოლო თვეებში სეუტაში მოხვედრის მცდელობისას დაღუპულთა საერთო რაოდენობა 60 ადამიანამდე გაიზარდა. ზოგი დაიხრჩო, ზოგი კი ტარახალის პლაჟზე ტალღამტეხთან ჩხლეტაში დაიღუპა. ხელისუფლების რეაქცია დაგვიანებული იყო. ესპანეთმა მხოლოდ დღეს დილით გაგზავნა სეუტაში სამხედრო დანაყოფები. არმიამ პოლიციას წესრიგის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს. ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი და შინაგან საქმეთა მინისტრი ფერნანდო გრანდე მარლასკო პირადად გაფრინდნენ ამ ქალაქში.
ამასთან ცენტრალურმა მთავრობამ უარი თქვა ქვეყნის მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის შემოღებაზე. თუმცა ადგილობრივი ხელისუფლება სწორედ ამას ითხოვდა. ესპანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ უკვე დააბრუნა მაროკოში 25,000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო დეპორტაცია მიმდინარეობს სიჩქარით. მოისმინეთ, 150 ადამიანი წუთში. ანუ ფაქტობრივად მათ კვლავ უბრალოდ ცდილობენ გააძევონ. მაროკომ თავის მხრივ ასევე გაამკაცრა საზღვრის კონტროლი, რათა თავიდან აიცინოს ახალი მასობრივი გადაკვეთა. ეხლა იმაზე თუ რატომ იჩხუბეს ამ ეპიზოდის გამო მთელი ევროპის კავშირის ქვეყნები. იტალიამ უკვე მკაცრად გააკრიტიკა ესპანეთი. იტალიის პრემიერ-მინისტრმა ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ უკონტროლო მიგრაცია საფრთხეს უქმნის ევროპის საზღვრებს და არ გამორიცხა შეზღუდვების დაწესება იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ესპანეთიდან იტალიაში ჩამოდიან. ანუ ფაქტობრივად დაემუქრა, რომ შეიძლება შეაჩეროს შენგენის შეთანხმების მოქმედება სწორედ ესპანეთთან. რა არის შენგენი? მოდით მოკლედ შეგახსენეთ. ეს არის ზონა ევროპაში, სადაც შესაძლებელია თავისუფლად პასპორტის კონტროლის გარეშე ერთი ქვეყნიდან მეორეში გადასვლა. და მისი შეჩერება კონკრეტულ ქვეყანასთან ნიშნავს საზღვარზე პასპორტის კონტროლის დაბრუნებას. ანუ ნაწილობრივ დაანგრიო ევროკავშირის ერთ-ერთი მთავარი თავისუფლება. იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრი ანტონიო ტაიანი კიდევ უფრო შორს წავიდა და ეს ესპანეთის მთავრობის სხვა გადაწყვეტილებასაც დაუკავშირა. ანუ იქ მხოლოდ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ ყოფილა. ეს არის ბოლოდროინდელი გეგმა, რომლითაც დაახლოებით 500,000 არალეგალი მიგრანტის ლეგალიზაცია უნდა მოხდეს, რომლებიც უკვე ქვეყანაში იმყოფებიან. ანუ ესპანეთის ხელისუფლებამ თქვა: მოусმინეთ, კარგი. თქვენ უკვე არალეგალები ხართ, უკვე ქვეყანაში ხართ, კარგი. ჩვენ უბრალოდ ასე ერთი ხელის მოსმით ყველას ლეგალურ სტატუსს მოგცემთ და იცხოვრეთ, იმუშავეთ. აი ესეა, ტაიანის თქმით, ეს გადაწყვეტილება სერიოზული შეცდომაა და ხელს უწყობს ადამიანებით ვაჭრობას, რადგან კონტრაბანდისტები ასეთები არიან. ეხლა მთავარია უბრალოდ ადამიანი ესპანეთში შეიყვანო, შემდეგ კი ესპანეთი მას ლეგალიზებას უკეთებს. ვალში არ დარჩენილა. საგარეო საქმეთა მინისტრმა ხოსე მანუელ ალბარესმა ტაიანის სიტყვები შეუფერებლად მოიხსენია და თქვა, რომ ევროკავშირის პარტნიორისგან სოლიდარობას ელოდება და არა დემაგოგიას. დავამატოთ, რომ იტალიის ელჩს ოფიციალური პროტესტისთვის გამოიძახებენ. ვაშინგტონში თეთრმა სახმაც უკვე გამოხატა თავისი პოზიცია. იქ სიუტაში მიგრაციის კრიზისი ესპანეთის მთავრობის პოლიტიკას დაუკავშირეს. ანუ ფაქტობრივად მხარი დაუჭირეს კრიტიკას პირველ რიგში პედრო სანჩესის მისამართით. დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თუ ამერიკელები ნოემბრის არჩევნებზე დემოკრატებს მისცემენ ხმას, მათაც იგივე სურათი ელით, რაც დღეს ესპანეთშია. ეხლა ყველაზე საინტერესო ნაწილია, რომელსაც ალბათ ელოდით. რა კავშირი აქვს აქ საერთოდ რუსეთს? და აქ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ბულცფელები. ამ ორ მოვლენას შორის პირდაპირი კავშირი არ არსებობს, მაგრამ არსებობს დროის თვალსაჩინო დამთხევა. იმავე დღეს, 21 ივლისს, გახდა ცნობილი, რომ რუსეთმა დაიწყო შემოტანა. როიტერის მონაცემებით არქტიკულ მურმანსკის პორტში მივიდა ტანკერი პანამის დროშით, რომელსაც დაახლოებით 30,000 ტონა A92 მარკის ბენზინი. მაროკოს ტანჟერის პორტში დათვლითეს ჯერ კიდევ ივლისის შუა რიცხვებში. მომწოდებელი იყო კომპანია ლუკოილი. ბენზინი უკვე იხიდება სანქტ-პეტერბურგის სასაქონლო სანედლეულო ბირჟაზე, რკინიგზით მიწოდებით. რატომ კიდულობს რუსეთი საერთოდ ბენზინს საზღვარგარეთ? მინდა აღნიშნო, რომ მაროკო უკვე მესამე ქვეყანაა სანქტ-ინდიისა და სხვა მომწოდებლების შემდეგ. თითქოს ქვეყანა ბენზინგასამართის სადგურია. ქვეყანა უზარმაზარი ნავთობის მარაგებით. მაგრამ ეხლა ბენზინს უკვე მაროკოშიც კი ყიდულობს. მიზეზი მარტივია. ეს არის უკრაინული დრონების დარტყმები რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებს. და მათ მწყობრიდან გამოიყვანეს მათი სინძლავრეების დიდი ნაწილი. ბენზინის წარმოება ქვეყანაში დაეცა დაახლოებით 65%-მდე. ჩვეულებრივი ზაფხულის მოხმარებისგან. აქედან მოდის სატოვის დეფიციტი რუსეთის შიგნით და იდულებითი შესყიდვები, მათ შორის საზღვარგარეთიდანაც. ახლა უკვე მაროკოში. ანუ დიახ, რუსეთმა დაიწყო თანამშრომლობა სწორედ მაროკოსთან, იმ ქვეყანასთან, საიდანაც მიგრანტები გარბიან ესპანეთში.
მაგრამ ეს სუფთა კომერციული გარიგებაა საწოლზე, რომელიც გამოწეულია უკრაინული დარტყმებით რუსეთის ნავთობ გადამამუშავებელ ქარხნებზე და მას არანაირი კავშირი არ აქვს სიუტაში მიგრაციის კრიზისთან. და ამ ორი მოვლენის ერთჩეთკულების თეორიაში გაერთიანება არ იქნებოდა სამართლიანი. ერთი ეხება ესპანეთის სასამართლოს გადაწყვეტილებას და კონტრაბანდას, მეორე კი კრემლის ნავთობის ლოგისტიკას. მაგრამ თუ კრემლი მიგრაციის კრიზისში დაინახავს შესაძლებლობას ევროპის კავშირის დესტაბილიზაციისთვის, ნუ შეგეპარებათ ეჭვი, კრემლი ამით მაშინვე ისარგებლებს. შემდეგ, ჯერ გაურკვეველია გამოაცხადებს თუ არა ესპანეთი საგანგებო მდგომარეობას, თუ მიგრანტების ნაკადი არ შეჩერდება. ამ ეტაპზე ხელისუფლება ცდილობს არმიის ძალებით შეაჩეროს მიგრანტების ეს ნაკადი. იტალია რეალურად შეიძლება შეაჩეროს შენგენის შეთანხმებას სწორედ ესპანეთთან, რაც გახდება პრეცედენტი ევროკავშირის შიგნით. ეხლა მაროკო ორმხრივი ზეწოლის ქვეშაა. ესპანეთის მხრიდან, რომელიც უფრო მკაცრ საზღვის კონტროლს ითხოვს და საკუთარი კონტრაბანდისტების მხრიდანაც, რომლებიც გააგრძელებენ ახალ სასამართლო გადაწყვეტილებაში იურიდიული ხვრელების მოძებნას, რათა ესპანეთში რაც შეიძლება მეტი არალეგალური მიგრანტი გააგზავნონ. აი ეს არის ის შემთხვევა, როცა ერთი სასამართლო გადაწყვეტილების მიღმა, ერთი საკანონმდებლო აქტის მიღმა ჩვენ ხედავთ ასეთ მკაცრ შედეგებს. აქ ბრავალ წერტილს დავშავთ. თქვენი აზრი და დასკვნები დაწერეთ კომენტარებში ამ გამოშვების ქვეშ. გამოიწერეთ არხი და დააჭირეთ ზარს. არ დაგავიწყდეთ ლაიკის დაჭერაც. ამით ყველაფერი დასრულდა. იჟრუნეთ საკუთარ თავზე. ყველას ნახვამდის.